მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ოლდოს აქსლის მონუმენტურ ნაწარმოებს მამაცი ახალი სამყარო, ან როგორც უფრო ფართოდ არის გავრცელებული ქართული თარგმანით, საოცარი ახალი სამყარო და იმ დიდებული ახალი სამყარო და იმ ალუზიებს, რომელიც ცალსახა ალეგორია არის Deep State-ის მმართველობის ფორმების და მისი აღსრულების ინსტრუმენტების შესახებ და მაქსიმალურად დაუპარალელებთ არსებულ რეალობასთან. ოლდოს აქსლის ეს მონუმენტური ნაშრომი პრინციპში სრულად პოლიტიკური კომენტარია და პოლიტიკურ საკითხებს მიმოიხილავს და ჩვენ ყველაზე კარგი სახელმძღვანელო არის იმისა, თუ როგორ ხდება თანამედროვე კონსუმერულ სამყაროში, სამომხმარებლო საზოგადოებაში Deep State-ის მოქმედება, ანუ Deep State-მა როგორ დააპროგრამა ხალხი, რა მიზნები, რა მისწრაფებები აქვს, როგორ ეწოდება რაღაცა მაგალითად ცოდვას სიმამაცე, როგორ ეწოდება კონტროლს, თავისუფლება, როგორ ხდება ეს ყველაფერი. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ხო, ეს დიდებული ალბათ უფრო კარგი თარგმანი იქნება, იმიტომ რომ ქართულ კონტექსტში აი ამ ცინიზმს უკეთ გამოხატავს. ოლდოს აქსლის ამ ნაწარმოებში ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი არის ჰედონისტური კონტროლი. ჰედონისტური კონტროლი რას ნიშნავს? შენ სიამოვნებაზე ხარ ორიენტირებული და სიამოვნებით გიჭერენ. ანუ სიამოვნებით ყავ ხარ დაჭერილი. ესეთი არის ნარკოტიკის ზომა, ესეთი არის, ვთქვათ, ხელოვნების სხვადასხვა დარგები, ესეთი არის ზოგადად ცხოვრების წესი. და ჩვენ რო გადმოვიტანოთ ამის ალუზიები ლიბერალურ დემოკრატიაში, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკა ზუსტად მაგას ნიშნავს, შენ ესე იგი აღარ ებრძვი ამას, აღარ ებრძვი, ვთქვათ, ადიქციას და მავნეჩვევას, არამედ ეს უფლებების საკითხია, შენ მორალური უპირატესობა გაქვს თითქოს. და ამ დროს რეალურად წყდები სამყაროს, როგორ არის სამომხმარებლო საკითხები, ხო, შენ უბრალოდ თავარია პატარა ბედნიერებებით იცხოვრო, პატარა სიამოვნებებით და ალბათ აქსლისში ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი რაც არის, ეს არის, რომ გარედან ჩანს ეს როგორც კარგი, კეთილი რამ, თუმცა შიგნით არის სრული დეჰუმანიზაცია, სრული კონტროლი, მაგრამ ზუსტად ლიბერალური მეთოდებით. ანუ ლიბერალური მეთოდები რას გეუბნება, რომ შენ იცი რა თავისუფალი ხარ, შენ აღარ არის ეს 37 წელი, აღარ არის ნაციზმი, კომუნიზმი, რეპრესიები, აღარ არის შენ არჩევანის თავისუფლება, ყველაფერში თავისუფალი ხარ. თუმცა არაფერში არ ხარ თავისუფალი. პუნქტობრივად რო გავყვეთ, ყველა იმ პირდაპირ ალეგორიას და ალეგორიებით ძალიან დატვირთული არის ნაწარმოები. ყველა პერსონაჟის სახელი და ყველა მოვლენის სახელდება არის ან რეალურ ისტორიულ გამოგონილ გმირებთან კავშირში, თვითონ ის მმართველობის ფორმის სახელწოდებაც, რომელსაც ქვია World State, ან პირდაპირ ალუზია რაც არის Deep State-ის, როგორ არის აღსრულებული მმართველობის ფორმა, არსებობს 10 უმდიდრესი ოჯახი, რომელიც აკონტროლებს მთლიან სამყაროს. ამ 10 ოჯახის კონტროლის ქვეშ არის ფარმაცევტული კორპორაციები, მილიტარისტული კორპორაციები, რომლის საჭიროებაც საბოლოოდ აღარ დგება, იმიტომ რომ ომი დამარცხებული არის. მათი კონტროლის ქვეშ არის სრულად მედია და კულტურა, პოპ-კულტურა, უბრალოდ კულტურა მკვდარია ნაწარმოებში დააკრძალული. შესაბამისად, ყველა ის Deep State-ის მახასიათებელი მმართველობის ფორმა და შინაარსი აქ არის პირდაპირ წარმოდგენილი, რომ დღევანდელი სამყარო, რომელსაც 26 საუკუნეს აღწერს ჰაქსლი, მაგრამ ის სამყარო, რომელიც დღევანდელობა არის ამ ნაწარმოებში, არის სრულად მართული Deep State-ის შემადგენელისგან, რაც არის ეს ჩრდილოვანი მმართველობის ფორმა, სადაც არ არსებობს არჩეული მმართველი სახელმწიფოსი, არ არსებობს სახელდებული პირები, ვინც აკონტროლებენ და მართავენ მთლიან მსოფლიო წესრიგს. და ნუ შემდეგ ჩვენ ერთ პერსონაჟს ვეცნობით, ხო, რაც არის მუსტაფა მონდის სახით, თავარი ერთ-ერთი მაკონტროლებელი დასავლური უკვე არა ცივილიზაციის, იმიტომ რომ ცივილიზაცია განადგურებულია და ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია შევხედოთ იმას, როგორ არის ეს კორპორაციული და შინაგან გადაცემაში ვისაუბრეთ, ხო, ამაზე, რომ Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება და მიზანი ახლა ევროპაში არის ის, რომ კორპორაციული მმართველობა დაამყაროს და ზუსტად ეს კორპორაციული მმართველობა, რომელიც არის ჰაქსლის ნაწარმოებში, ეს არის რაღაც იდეალური თითქოს სახელმძღვანელოსავით, რას გვიპირებენ რეალურად დღეს Deep State-ის წარმომადგენლები. მე განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ
იმ საკითხზე, თუ როგორ შეძლო ლიბერალურმა დემოკრატიამ, რომ ესე იგი ისე დაეპოზიციონირებინა თავისი თავი, რომ შენზე განხორციელებული სრული კონტროლი და ტოტალიტარიზმის ის ფორმა, რაც მივიღეთ და აქამდე რო არ ყოფილა, ეს შეეფუთა და დაერქმია ამისთვის თავისუფლება. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ დავაკვირდეთ, ხო, თქვათ, ევროპაში როგორ ფუნქციონირებს, თქვათ, ეს იდეოლოგია და როგორი არის საშუალო სტატისტიკური ლიბერალი ან ამერიკაში მივხვდებით რამ ყველაფერს, ეს არის ტოტალური კონტროლი. და ნახე ორველის განსხვავებით, ანუ იმ დისტოპიისგან განსხვავებით, ორველში არის გარკვეული ტიპის ძალადობა, რეპრესიები აღწერილი და აქ პირიქით ეს ყველაფერი შეფუთული არის ლამაზი კამფეტით და უკანა კარიდან რო შემოაქვს იდეოლოგია. ეს არის ზუსტად პრინციპი, ანუ როდესაც თავისუფლებას ეძახი პირიქით აბსოლუტურ ტოტალურ კონტროლს და ეს ტოტალური კონტროლი და ტოტალიტარიზმის ეს ფორმა შეგვიძლია ყველა მიმართულებით განვავრცოთ. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება, აი ევროპა რო ავიღოთ განსაკუთრებით. შენ არ ყავს ევროპაში სუვერენული, ესე იგი, კონსერვატიული და ეროვნული მთავრობის უფლება. მისი გამოხატვა ისჯება, იმიტომ რომ ასე მოვიდა ლეპენს, ასე მოვიდა AfD-ს, ასე მოვიდა შვედეთს, ასე მოვიდა რუმინეთს, ასე მოვიდა აღმოსავლეთ ევროპას, უნგრეთი და სლოვაკეთია, ხო მარტო? და რატო? ამაზე იწყებენ მერე რას, რომ ეს სამკურნალოა, ეს და ზუსტად ალუზია რა, ერთ-ერთში არის უდოს ჰაქსლისთან, რომ ეს არის ფაშიზმი, ეს არის რაღაცა თეთრი კოლონიზატორული, ესეთი ფაშისტური მოძრაობა და აუცილებლად უნდა აღუდგეთ. დაახლოებით იგივე ხდება გამოხატვის მიმართულებით თუნდაც ქვედაფენაში შენ არ გაქვს რაღაცის დაწერის უფლება, მაგალითად ლიბერალურ დემოკრატია წინა ადმინისტრაცია განსაკუთრებით ამერიკის, ხო? და ეს deep state სოციალური ქსელის პოლიცია არსებობდა, სადაც სრული კონტროლი იყო შენ რას დაწერდი და რას არა, ხო? ჰაქსლის ნაწარმოებები იმიტომ არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში პირადად, ვიდრე ორველის ტოტალიტარული მოწყობა, იმიტომ რომ რეალურად ჰაქსლი აჩვენებს ცენტრალურ ევროპას და ამერიკას და იქ არსებულ ტოტალიტარიზმის ფორმას და რა არის ტოტალიტარიზმის ფორმა, რომ შენ ვეღარ ხედავ იმ ინსტრუმენტს, რომელზეც შენზე ძალადობრივი ტოტალიტარიზმი აღესრულება და შენ ამით კმაყოფილდები, შენ გონია რომ პირიქით აქ შენი უფლებები სრულად არის დაცული და სინამდვილეში შენ ხარ შექმნის საფნის ბუშში მოქცეული, სადაც პირიქით აკრძალული გა ყველაფერი, იმიტომ რომ მაგალითად მამაცახალ სამყაროში აკრძალული არის high arts ეძახიან მაღალი ხელოვნება, აკრძალული არის ოჯახის ინსტიტუტი, აღწერაშიც ეგრე მოიხსენიებს ავტორი, რომ დედაშვილობა, მამაშვილობა, დაძმობა არის საზიზღარი რამ. თავარი ფოკუსი, რაც საინტერესოდ არის აღწერილი, არის ის, რომ ეს არ ხორციელდება არანაირი აკრძალვის მეთოდით, ეს არის უბრალოდ დაბადებინონვე პროპაგანდირებული ისე, რომ შენ ამისადმი მეთოდი. კი, და ამისადმი შენ უკვე თავიდანვე მიუღებლობა გაქვს, იმიტომ რომ შენთვის არ არსებობს შენ წარსული ისტორია, შენ ქვეყნის იდენტობა, შენთვის არ არსებობს ოჯახის ინსტიტუტი, შენ ხარ მარტო სექსუალურ კმაყოფილებაზე და ემოციურ გათიშვაზე ორიენტირებული, სამყაროში არ არსებობს არანაირი კონფლიქტი და ხარ მარტო დაკმაყოფილებაზე და მოხმარებაზე გადასული. კი ბატონო, და კასტური, თქვათ, საზოგადოების პრინციპი კიდე რას ნიშნავს რა, შენ რაც თქვი, რომ აი ეს ძილში სწავლება და ზოგადად გარკვეული ტიპის პრედისპოზიცია, ესე იგი ადამიანს უკვე წინასწარი განწყობა აქვს სხვადასხვა იდეოლოგიის, სხვადასხვა ღირებულებების მიმართ. და იქ არჩევანი ვეღარ გაკეთდება, უკვე წინასწარი მზაობა აქვს, რომ ეს არის ცუდი, ეს არის კარგი და ამავე დროს რაც საკამათოა და რაც კონტრარგუმენტია, იმას ეძახიან, რომ ეს არის სამკურნალო, ეს არის საშიში, ეს არის ანომალია. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ აი ამ თქვათ კასტურ წყობილებაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ესე იგი ბავშვი წინასწარ იზრდება გარკვეული იდეოლოგიით და განსხვავებულ იდეოლოგიას ეძახიან ბარბაროსობას, ძველგადმონაშთს, ანუ იმ ინსტიტუტებს, რამაც ყველაზე დიდი ხანი იარსება კაცობრიობის ისტორიაში, მაგალითად ოჯახის ინსტიტუტი, ხო? შეხედე, აქ რა არის ლიბერალური იდეოლოგია არის ერთადერთი იდეოლოგია, რომელიც გელაპარაკება ეთიკის იმ ფორმაზე, სადაც
ეთიკა აწყობილია საკუთარ სიამოვნებაზე. ყველა სხვა ეთიკა, ამას ყოველთვის ვამბობდი ხოლმე, ქრისტიანული, ანტიკური საბერძნეთის, კანტიანური, ყველა სხვა ეთიკა გელაპარაკება საკუთარი თავის შეზღუდვაზე და შემდეგ დაინახავ ყველაფერს, აი ჩინური ლაოძის პრინციპი, დაოდეძინიც არის ეს დაუარი ყველაზე მნიშვნელოვანი გზის ფორმა და შენ როცა დათრგუნავ შენ ვნებებს, მაშინ ხედავ გზას. ლიბერალური დემოკრატია არის და სამომხმარებლო საზოგადოება ერთადერთი ეთიკა, რომელიც გელაპარაკება, რომ შენ აი ამ სიამოვნებებით უნდა არაფერში არ უნდა შეზღუდო საკუთარი თავი. და დაახლოებით ეგ პრინციპიც გვაქვს, TikTok-იც ეს არის, სოციალური ქსელებიც, აი ეს პატარა ენდორფინებზე დამოკიდებული ცხოვრების წესი, რომელიც უკვე შენ ქმნის ძალიან არააქტიურ მოქალაქეს და გათიშულს. ჰაქსლიანურ სამყაროსა და თანამედროვე ევროპის და ამერიკის კავშირი ზუსტად ტოტალიტარიზმის განხორციელებაში არის ის, რომ როგორც ევროპაში და ამერიკაში შენ გეკრძალება სიტყვის გამოხატვის თუ ქმედების თავისუფლება იმ ლოგიკით, რომ ეს არ არის ვოუკ კულტურის, ეს არ არის გაუქმების კულტურის, არა პოლიტკორექტულობის ნაწილი და შესაბამისად შენი რაღაც აზრი შეიძლება იყოს სიძულვილის ენა და ამას დაერქვა სიძულვილის ენა, შენი ოდეს არ აქვს მნიშვნელობა მიგრანტთან იქნება მიმართებაში, რაიმე ტიპის უმცირესობებთან იქნება მიმართებაში, შენ რა ტიპის არგუმენტირებული მსჯელობაც არ უნდა გქონდეს ამასთან დაკავშირებით, მარტივად იტყვიან, რომ ეს არის სიძულვილის ენა და შენ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება გერთმევა, უბრალოდ ამასთან გეუბნებიან, რომ შენ თავისუფლების მექაში ცხოვრობ და აქ ყველაფერი შენს ირგვლივ არის დაცული და სახელმწიფო გიფრთხილდება. თუნდაც ის, რომ ევროპას გადავხედოთ, ეხლა მარტო უახლოეს 2-3 წელიწადში რამდენი არჩევნები და ხალხს არჩეული ხელისუფლება ან გააუქმეს, ან გააჩუმეს, ლეპენი საფრანგეთში აკრძალეს, ბოლსონარო ბრაზილიაში აკრძალეს, ჯორჯესკოს რუმინეთში გააუქმეს გამარჯვებული არჩევნები, უკრაინაში საერთოდ არჩევნები გაუქმებული არის უკვე მეორე წელი არის, რაც არ ტარდება და უნდა ჩატარებულიყო. მანდ ბაჩო, მნიშვნელოვანია ის აღნიშნო, რომ შენ ყვები უკვე მომხდარს. ნახე, მომხდარი რომ მოიგო ვიღაცა, მან გაუქმეს და ასე შემდეგ, მაგრამ აქამდე რა იყო, ესეც უნდა დავაკომენტაროთ, რომ მაგალითად AfD-ს ბანერი არ ქონდა და სოციალურ ქსელში რეკლამა და მეინსტრიმულ ტელევიზიაში ხო საერთოდ არ შეიძლება. ზუსტად ეს არის ალუზია იმისა, რომ ძილში რო ასწავლია ეს ჰიპნოპედია და ზუსტად ეს არის პრინციპი წინასწარ რო უნერგავ ბავშვს, რომ ეს არის კარგი და ეს არის ცუდი. შენ როდესაც მე პოლიტიკურ რეკლამას არ მაძლევ, საერთოდ ყველა საჯარო სივრციდან რო გარიყული ყავარ, არაფრის უფლება რო არ მაქვს, კეთროვანი რო ვარ, სოციალური აუთსაიდერი რო ვარ ბოლომდე, ხო? და მაინც მოგიგებ და მე ფორმალისტურად კანონის ძალით მოხვალ და გამიყვანო არაკონსტიტუციური ხარ ან არალეგალური ხარო, ეს საერთოდ ტოტალიტარიზმის უკვე ძველი ფორმა არის, ვთქვათ. მაგრამ ის პრინციპი, აი წინასწარ როგორ შეუქმნა განწყობები ადამიანს, ეს არის, რომ არ გამოაჩინო, ისინი არ არსებობენ, იმიტომ რომ მათი გაჟღერება უკვე დანაშაულია. კი, და ამას დამატებული ორმაგი სტანდარტი და ჩვენ მაგალითზე რო გადმოვიდეთ, როდესაც ხან ევროპიდან და ხან ამერიკიდან კონკრეტული ბიუროკრატები და ინსტიტუტები გვეუბნებიან, რომ თქვენი არჩევნები არ არის ლეგიტიმური და საჭიროებს ხელახლა ჩატარებას და ამის არანაირი არგუმენტაცია არ მოყვება. სანქცირდებიან ადამიანები, რომელზეც არანაირი განმარტება არ კეთდება თუ რა მიზეზით მოხდა მათ დასანქცირება, რა დანაშაული ჩაიდინეს ამის საპირწონედ. ეხლა განიხილავენ, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩვენო საქართველოს მარტო იმიტომ, რომ და ეგ ხო რეალურად არ გამოდის რა ისე, რომ ჩვენ არ შევხედოთ და არ აღვქვათ როგორც ერის სასჯელი. იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეს მოიხმარს თითოეული ქართველი მოქალაქე, არ აქვს შრომა მის პოლიტიკურ შეხედულებას. შესაბამისად, შენ თუ ამბობ, რომ მე ვასანქცირებ მთავრობას, მაშინ არსებობს ინდივიდუალური სანქციები, რომელიც უკვე აღსრულებული გაქვს. და შენ თუ გადმოდიხარ ხალხის სანქცირებაზე, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება პირდაპირ ხალხის სანქცირება, მაშინ უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამ ქვეყნის მტერი ხარ და ამას გიფუთავენ როგორც არა, მე შენი მეგობარი სახელმწიფო ვარ და მე იმისთვის რომ შენთან დემოკრატია გაძლიერდეს, ამას იმიტომ ვაკეთებ. შენთან დემოკრატია არ არის, მაგალითად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე მარტივად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ტელევიზია გახსნას, ყველა ევროპული და ამერიკული ქვეყნისგან განსხვავებით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მედიის თავისუფლება არის ძალიან ცუდ დღეში, ჩვენ მოძალადეებზე და დადასტურებულ ბრალდებულებზე გვეუბნებიან, რომ ესენი არიან თავისუფლების მებრძოლები და ამათი ციხიდან გამოშვება არის აუცილებელი. ახლა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში აქცია გამართეს, ხო, ევროპარლამენტარებმა, რომ სააკაშვილის ბანერით და დაჭერილი ტიპების ბანერებით, რომ ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები და ისინი
უნდა გამოუშვა. ანუ ეს ორმაგი სტანდარტი, რომელიც რეალურად ტოტალიტარიზმის ბუნება არის, შენ გეუნება, რომ მაგალითად ჩემთან გამჭვირვალობის კანონი არის უმნიშვნელოვანი რაღაც სახელმწიფო ფუნქციონირების და შენ ამის გამოყენება არ შეგიძლია. ბაჭო, აი შენ ახსენე არჩევნები და მართლა ზუსტად ეგრე იყო. ესე იგი ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან და მოდი დავარქვათ deep state-დან დაწყებული ეს კამპანია საქართველოს მიმართ მდგომარეობდა შემდეგში ჩაატარეთ არჩევნები მანამ სანამ ჩვენი კანდიდატი არ გაიმარჯვებს. Როგორც მოხდა მოლდოვაში, რუმინეთში, როგორც მოხდა სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მათ შორის. იქ პრინციპი უნდათ რა გადმოეღოთ და ნახე როგორი რაღაცაა, როდესაც შენ შემდეგ ეუბნები რომ რადგანაც არ ჩაერთე ომში, არ გაისაირნე აფხაზეთში, არ გაგზავნე ჩარტერით ისინი რა ქვია მებრძოლები, არ გააგზავნე იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნე უკრაინას, ანუ საომარ მოქმედებებში რო არ ჩაერთე, ამის შედეგად შენ, ესე იგი, ბოლოს უკვე თავიდან დაგასანქცირე, ხალხი აგიბუნტე, დავაფინანსე ყველაფერი, მოლოტოვის სროლა, პიროტექნიკა და აგენტურაში და მოვაბილიზე და ლაზარეები და ყველაფერი გამოვიყენე, მაგრამ ამით რო ვერ გავხდი ვერაფერს, ბოლოს გაგიუქმებ ვიზა ლიბერალიზაციას და შესაბამისად დავსჭი უკვე ხალხს, რომ ხალხს მოვატყუო და ილუზიაში ვამყოფ, რომ ისინი აუმბოხდნენ მე ხელისუფლებას. არა, ხალხი მე მგონია, რომ კარგად ხედავს ამ ყველაფერს და პირიქით გაბრაზდება ყველა ზუსტად ევროპაზე, რომ ჩვენ გვთხოვდნენ საქართველოს განადგურების ხარჯზე ჩავრთულიყავით ომში და სანქციებს შევერთებოდით ეკონომიკურს, რომელიც არ ვიცი, მხოლოდ საქართველოს გაანადგურებდა. აი ეს პრინციპი არის რა და რაც თქვი, როგორ ისჯება მაგალითად დემონსტრაცია ევროპაში, როგორ ისჯება ამერიკაში. ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ხო განაცხადა, პიროტექნიკას თუ გვესვრით თუ არა ამას დაგვიმიზნებთ. თუ მოგვაფურთხებთ. არა, პიროტექნიკას თუ გვესვრით და დაგვიმიზნებთ რამეს თქვენ ოჯახის წევრებს ვეტყვით სად შეაგროვონ თქვენი სხეულის ნაწილები. თუ რომელიმე ჩვენს ოფიცერს აგურს ან მოლოტოვის კოქტეილს ესვრით, ან იარაღს დაუმიზნებთ, ჩვენ თქვენს ოჯახებს შევატყობინებთ. თუ სად უნდა შეაგროვონ თქვენი გვამის ნარჩენები. ჩვენ გქონდა აქცია, სადაც 3-4 დღის განმავლობაში პოლიციელები დაწვეს, ესროდნენ ხელნაკეთ თოფებს, რომლებიც ლურსმნებს ისვრის, პიროტექნიკას ისროდნენ, პარლამენტის შენობაში შეაგდეს მოლოტოვი და არ ვიცი, მეტი რაღა არის რა. და ამას აკეთებდნენ თავისუფლების სახელით. ჰაქსლის პარალელებს რო დაუბრუნდეთ, ან deep state-ის მოქმედების როგორც კორპორაციული სახელმწიფოს აღსრულების მექანიზმები, რომელიც ძალიან თვალნათელი არის და დღევანდელ რეალობასთან მარტივი გასავლელი არის აქ პარალელები. ერთი არის ეს ფორმა მართლობის, რომელსაც ჩვენ ხედავთ და მეორე არის უკვე ის ინსტრუმენტები, რომელთაც ეს აღესრულება და ისე უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ალბათ სომაზე ისაუბრა შენ და ცოტა უფრო ცლად შევეხოთ ამ საკითხს, რაც დღევანდელ საზოგადოებაში არის რეალურად ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, არის ჰიპერკონსუმერიზმი, არის ინდივიდუალიზმის წახალისება იმ დონეზე, რომ შენ არანაირი საერთოობის შეგრძნება აღარ დაგჭეს, იქნება ეს ღირებულებითი საერთოობა თუ რელიგიური საერთოობა თუ რაიმე ტიპის იდენტობის გამაერთიანებლები, რისი აბსოლუტური ანტიპროპაგანდაც წარმოებს ამერიკაში და ცენტრალურ ევროპაში და ამითი შენ ხო სომა არ ქვია რა მაგას. ანუ მაგას ქვია რაღაცა თანამედროვე ღირებულებები, როგორც ამერიკის, ისე ევროპის. სახელი არის შეცვლილი, მოქმედების ინსტრუმენტი და მისგან გაზომილი შედეგი არის იგივე, ხო? იმიტომ რომ ამის გამოყენებით იდენტობის პოლიტიკებით, ნარკოპოლიტიკით შენიღებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე თავისითვე შორდებიან თავის რაღაც ეთნიკურ იდენტობას თუ კულტურულ იდენტობას და გადადიან მარტო იმ ჭარბმომხმარებელი დამშვიდებული მომხმარებლის განზომილებაში, რომელიც ნაწარმოებში აღწერილი, რომელიც არის ჩვეულებრივი ფარა, რომელსაც ძალიან მარტივად მართავდა. ამის შედეგები არის მთელ ევროპაში და ამერიკაში ძალიან მარტივად დასაკურებელი, სტატისტიკურად გაზომვად და ასე შემდეგ. როგორც ჰაქსლისთან, ისე ჩვენ რეალობაში არის ევროპაში და ამერიკაში სრულად კონტროლირებადი მედია საშუალებები. ამერიკის მაგალითად ჩვენ ვიხსენებთ ხოლმე მიშას პერიოდის მედიას, სადაც ერთხმაც ლაპარაკობდა 3 არხი და ამერიკის მაგალითად ჩვენ შეგვიძლია 20 ასეთი არხის მაგალითი ვნახოთ. False news has become all too common on social media. More alarming, some media outlets publish these things simply aren't true without checking facts first. Unfortunately, some members of the media use their platforms. სადაც არის რაღაც ძალიან კონკრეტული ნარატივები, რომლის გაშვებაც შეიძლება, რომლის გაშვებაც არ შეიძლება, მათ შორის ჩვენ
არაერთხელ გვისაუბრე ამ გადაცემაშიც მის მიღმაც, რომ არც ერთ საჯარო სივრცეში deep state-ზე რეალური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზი არ წარმოებს, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმ ცენზურისა, რომელიც არსებობს ამ თემის ირგვლივ. ერთი არის ეს მედია, მეორე არის NGO, რომელიც შენ კონკრეტულ ნარატივს და იდეებს გთავაზობს, რომელიც არც ერთ შემთხვევაში იმ ქვეყანაში, სადაც ეს NGO შედის, არ წარმოადგენს ამ ქვეყნის კულტურის ან იდენტობის მახასიათებლების გაძლიერებას ან მის უფრო რაღაც ფართოდ გავრცელებას ან აი მოდერნიზებასთან დახვეწას, ხო? ანუ თავიდან ბოლომდე არის ის გარე ნარატივები შემოტანილი, რომელსაც თავისი დამფინანსებელი ცდილობს, რომ შენ ქვეყანაში თავს მოხვდეს საზოგადოებას. ნაწარმოებში არის ფილმები, რომელსაც აქვს პირადი განცდის შეგრძნება, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ არც ეგ იქნება ალბათ შორს. ნაწარმოებში არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ამ ძველი ცივილიზაციის პირმშო არის და რომელსაც ჯონზის ევეჯი, რომელსაც საბოლოოდ ცხოველს დაარქმევენ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც კულტურა უყვარს, რომელსაც ღმერთის განცდა უნდა თავის ცხოვრებაში და რომელსაც რიტუალების არსებობა უნდა და ოჯახი უნდა. ზუსტად ეს ხდება თანამედროვე ლიბერალურ სამყაროში. შენ როდესაც ტრადიციონალისტურ კონსერვატიულ ნარატივს მიმართავ, შენ ხარ ძველი გადმონაშთი, შენ ხარ ბარბაროსი, შენ ხარ პირუტყვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრინციპი ზუსტად ესე მდგომარეობს, რომ ჯონის ალუზია თანამედროვე სამყაროსთან მიმართებაში ეგ არის შენ ხარ ბნელი გადმონაშთი, რაღაც როგორც საქართველოში შიდა აგენტურა იძახის, ბნელი გრუზინი და ასე შემდეგ. პრინციპში ჰაქსლის ეს დისტოპიური ნაწარმოები ძალიან კარგად გამოხატავს თანამედროვე სამყაროს მიზნებს და მისწრაფებებს. და იქ თავის თავშივე მოცემულია ამის ანტიდოტი. და ანტიდოტი არის რეალობასთან ბმა. არ ჩაჯდეს სისტემაში, თორე შენ იქნები სისტემის ჩვეულებრივი ნაწილი და იქიდან უკან ვეღარ გამოხვალ. არ შეუერთდე გენდერულ პოლიტიკას, არ შეუერთდე ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, არ შეუერთდე იმ ტრენდებს, რასაც გთავაზობს deep state და შენ გადარჩები. ეს არის ამის, ვთქვათ, განკურნების საშუალება. მაგალითად, ნაწარმოებში ჩვენ არ გვაქვს მოცემულობა იმისა თუ როგორ ახსრულდა და როგორ შედგა სამყარო ისეთად, როგორც არის გადმოცემული, ჩვენ უბრალოდ შედეგს ვუყურებთ. თუმცა ჩვენ გვაქვს რეალობა. როგორ დაიწყო ლიბერალური დემოკრატია და სადამდე მივიდა. მანამდე იყო, რომ ყველას აქვს არსებობის უფლება და შემდეგ უმრავლესობას აღარ აქვს არსებობის უფლება. მაგრამ ნაწარმოებში ჩვენ გვაქვს ნაჩვენები ის ცვლილებები, რომელიც შეგვიძლია მისი ფორმირების წინაპირობად მივიღოთ, რაც არის ისტორიის სრული წაშლა და ადამიანისთვის აკრძალოს საკუთარ ისტორიას გაეცნოს და საკუთარ ისტორიაში თავი აღმოაჩინოს. ეს არის ღირებულებითი სივრცეების და მახასიათებლების სრული ანულირება, ეს არის რელიგიის სრული უარყოფა, ოჯახის ინსტიტუტის განადგურება და ადამიანს, რომელსაც აღარ გააჩნია არანაირი თავისი კულტურული თუ ტრადიციული იდენტობის ნიშანსვეტი, ის ადამიანი მე გადაქცეული არის სიამოვნებაზე ორიენტირებულ მომხმარებლად, რომელსაც უკვე აღარც აქვს საერთოდ არანაირი კითხვა, აღარ გააჩნია არანაირი კრიტიკული აზროვნების არც უნარი და არც მოთხოვნილება, მისთვის აღარ არის საჭირო და აუცილებელი რაიმე ტიპის ისეთ ხელოვნებას გაეცნოს და შეეხოს, რომელიც მასში რაიმე გაკეთილშობილების ნაწილს გამოიწვევს. ცნობას აღძრავს, ამ პროტესტს აღძრავს. კი ბატონო, იმიტომ რომ თანამედროვე რეალობაში პროტესტები, რომელსაც ჩვენ ლიბერალური პროტესტები, რომელსაც ჩვენ უყურებთ, რომელიც თავიდან ბოლომდე მარტო ილუზორული ბრძოლა არის იმისთვის, რომ ან თუ ეს NGO პროტესტი არის, ეს NGO უფრო მეტად დაფინანსებადი გახდეს, NGO წარმოაჩენს, რომ ნახე როგორი პრობლემური არის ეს ჩვენი პრობლემა, იმაზე უფრო პრობლემური იყო, ვიდრე გვეგონა და შესაბამისად მეტი სუბსიდია გვჭირდება ჩვენ ამისთვის. ისეთი პროტესტები, რომლებიც რეალურ საკითხებს შეეხება, ავტომატურად დემონიზებული არის მედიაში და ჩვენნაირ ქვეყნებში, რომელსაც მაგალითად ცენტრიდან მესამე სამყაროს ქვეყნებად აღიქვამენ. ჩვენთან ყველა პროტესტი არის ის, რომ აი აქ რაღაც ტოტალიტარული ხელისუფლების ნიშნები არის წარმოჩენილი და ამას უპირისპირდება ეს გარედან დაფინანსებული ხალხი, იმიტომ რომ ესე იგი 9 წლიანი სააკაშვილის მმართველობის მანძილზე, სადაც გაცილებით დიდი მასშტაბური და რეალური სახალხო პროტესტები არსებობდა,
არც ერთხელ არ გამოსულან ზუსტად ის აქტორები და ის ბიუროკრატები, რომლებიც დღე არ გადის ხან სოცმედიით და ხან მედიის საშუალებით, რომ არ აკეთებდნენ კრიტიკულ განცხადებებს, არც ერთ მაგას არასოდეს არ გაუკეთებია კომენტარი მას დაკავშირებით, ან ეს დაშლა იყო ანტიდემოკრატიული, ან უკუსლა აქვს დემოკრატიაში, ან გამოხატვის თავისუფლება, ან მედია დაარბიეს და მიისაკუთრეს და მაშინ არ გამოვიდა არავინ და არ უთქვამს, რომ აი ელჩი არ გამოსულა, მაგალითად ამერიკას და არ უთქვია, რომ ეს მედია მიისაკუთრეს. გააბრავა. პირიქით ერთ-ერთმა ელჩმა გააბრავა და მწვანე შუქი აუნთო აქციის ისე დარბევას, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვახსოვს. შენ ძალიან საინტერესო პოინტი აღნიშნე, რომ Aldous Huxley-ს ამ დიდებულ ახალ სამყაროში არ არის ნაჩვენები წინარე ისტორია თუ როგორ მივიდნენ აქამდე. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ხაზი. ერთი გვაქვს რეალობა, რომელიც არის დასტური იმისა, თუ როგორ მივიდნენ აი ამ კონდიციამდე, ანუ გვაქვს ევროპის გამოცდილება და გვაქვს ამერიკული გამოცდილება, უყურებთ ჩვენ საქართველოში შიდნაზარ ლიბერალებს, ანუ ლიბერალური დემოკრატია არის ის, რითიც მივიდა ეს დიდებული ახალი სამყარო ამ კონდიციამდე და მეორე მხრივ გვაქვს ეგ, რა არის ამ რეალობის გაგრძელება და რა იქნება შედეგი. პირდაპირ მნიშვნელობით თავისი ცინიკური, უტრირებული ელემენტებით, თუმცა იცი რა არის თავიდან რო კითხულობ ამას ფიქრობ, რომ ეს უტრირებაა, თუმცა მე რო გადმოგაქ ერთი-ერთი ჯდება ყველაფერი, იმიტომ რომ აი ეს ჰედონისტური კონტროლის მექანიზმები, რომელიც წიგნში არის აღწერილი, პატარა ენდორფინებზე და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე დამონებული ადამიანი, შემდეგ აკეთებს ყველაფერს. დაახლოებით იგივე ხდება აქაც რა და იქ ძალიან საინტერესოდ არის აი ეს ლიბერალური დემოკრატიის და შემდეგ ვითომ მემარცხენეობის, ანუ კულტურული მარქსიზმის რო ყველაფერია აი ამის ყველაზე ვულგარული გაგება, მისი სექსუალური თამაშები, მისი ეს გენდერული პოლიტიკა, მისი ეს არასწორი გაგება, ანუ საკუთრების ყველაზე ვულგარული უარყოფა, ყველაზე არასწორი უარყოფა, მიხვდი? და აი ამ ჰედონისტური კონტროლით ხდება ადამიანის ისე ლამაზად მოტყუება ლიბერალურ სამყაროში, რომ მას გონია თავი ყველაზე თავისუფალი, ყველაზე დამოუკიდებელი, თუმცა მას არ აქვს არჩევანი. და ჩვენ რო დაუკვირდეთ ამას რეალურად ჩვენ გვაქვს წინ გზამკვლევი იმისა, როგორ არ უნდა მივიღოთ ასეთ რეალობა Aldous Huxley-ს ნაწარმოების სახით, სადაც პირველ რიგში რას უნდა დავუკვირდეთ, რომ როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ინდივიდუალიზმი მართლა ხელმძღვანელობენ მართლა. იმიტომ რომ ესეთი ერთ-ერთი დამტყვევა იშვიათია. როგორც კი საუბარი იწყება ჰიპერინდივიდუალიზმზე და ამის საჭიროებაზე, აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ეს არის ერთადერთი რეალურად ფუნქციონირების და გამოხატვის, საკუთარ თავის გამოხატვის და რეალიზების საშუალება, ეს არის თავსმოხვეული ყალბი ნარატივი. როდესაც გეუბნებიან, რომ შენ ყველა იმ ტრადიციას და შენ კულტურულ მოცემულობას, რომელიც დაბადებისთანავე დაგახვედრეს, ეს არის დრომორჭმული და შაუბნელი და ამასთან არ უნდა ადაპტირდეთ, პირიქით შენი უნდა შექმნა და ახალი და იმას უნდა გაყვე, ეს არის თავმოხვეული ნარატივი, რომელთაც შენ გაკონტროლება უნდათ. როდესაც შენ გეუბნიან, რომ ნებისმიერი სუბსტანცია, ნებისმიერი რეალობიდან გაქცევის საშუალება არის შენი პირადი არჩევანი და შენ ამას როგორც გინდა ისე მოიხმარ და ამაში თუ ვინმე ჩაერია, ის შენზე ძალადობს და შენს ხეულზე ძალადობს და შენი სხეული შენ გაგუწევს, ეს არის თავსმოხვეული ნარატივი და როდესაც შენ მედია გეუბნება, რომ აი ეს არის ყველაზე საჭირბოროტო და აუცილებელი განსახილველი თუ ყურადსაღები თემები და არსებობს საკითხები, რომელზეც საერთოდ ხმას არავინ არ იღებს და როგორც კი ვინმე ამოიღებს იმის გაჩვენა ხდება, ესე იგი იქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი და რაზეც შენ ყურადღება გადმოაქვთ, ყველაზე ნაკლებ ყურადღება მისაქცევი. პრინციპში ამით გემშვიდობებით, აუცილებლად წაიკითხეთ Aldous Huxley-ს დიდებული ახალი სამყარო და წაკითხვის შემდეგ უკეთ გამოჩნდება ყველაფერი, თუ რა ხდება, რა მანკიერი მხარეები არის ევროპაში და ამერიკაში ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით. თქვენ ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად რო გახედავთ, აი გაშიშვლებული სისტემა წარმოგიდგებათ თვალწინ. ეს ნაწარმოები შენ გაზრდოს იმ პრიზმას, რომელთაც მარტივად შეგიძლია ის ფარული დაინახო, რაც შენ თავარი მაკონტროლებელი უნდა რომ იყოს, ან უკვე არის. უბრალოდ მამაცი ახალი სამყარო სამწუხარო ტრაგედიით ვთავდება. ერთ-ერთი პერსონაჟი, ვინც ამ დაკარგულ ცივილიზაციას წარმოადგენს და რომელთან შეგიძლია რომ თავი გაიგიო და ემპათია გაგიჩნდეს და არ არის რეალურად ის დამორჩილებელი კონტროლირებად თავს იკლავს და ეს ტრაგიკული დასასრულის იმის გამოძახილი არის, რომ არ შეიძლება ეს
სისტემური მანკიერება, რომელიც შენს ირგვლივ არსებობს, იქ თან ცხოვრება გააგრძელო, თუ ამ სისტემის შეზრდილი ნაწილი არ გახდები და იმედი არის, რომ ეს სისტემა ვერასოდეს ვერ მოიკიდებს ფეხს მინიმუმ ჩვენს ყოველდღიურობასა და რეალობაში. დღეს ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ კვირა დღეს პოსტ ტივიზე, კარგად ბრძანდებოდეთ.